პერსპექტივის ეთერიდან ეს გადაცემა კვირის მოვლენაა, მე მისი წამყვანი ნათია სტეფანიშვილი გახლავართ. ჩვენის გადაცემის თემა არის საცობები თბილისში გამომწვევი მიზეზები და სიტუაციის ანალიზი. სწორედ აქედან გამომდინარე გადავწყვიტე სტუმრად მომეწვია ეკოტრანსპორტ ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ბატონი ვასო ულუშაძე. მოგესალმებით ბატონო ვასო, დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. პირველ რიგში დავიწყებ იქიდან, რომ საცობი არის პრობლემა, რომელიც ბოლო რამდენიმე წლები არის თბილისში გადაადგილებისას მოქალაქეს დიდ დისკომფორტს უქმნის. განსაკუთრებით კი ეს პიკის საათებში, თუმცა ამ ბოლო პერიოდში მე მგონი არა მარტო პიკის საათებში, არამედ სრულიად ყოველთვის არის საცობი. და სწორედ აქედან მაინტერესებს, როგორ გაჩნდა თბილისის ქუჩებში საცობები და რამ გამოიწვია ეს? კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის, თქვენს მსმენელს და მაყურებელს მივესალმები. რა თქმა უნდა, საცობების პრობლემა დღეს არის ერთ-ერთი გამოწვევა ჩვენი დედაქალაქისთვის, განსაკუთრებით თბილისისთვის. და ეს პრობლემა არ არის რაღაც კატეგორიის მხოლოდ ადამიანებისთვის, ეს ხდება ყველა მოქალაქეს, ვინც თბილისში გადაადგილდება, არ აქვს მნიშვნელობა მას ის პირადი ავტომობილით გადაადგილდება თუ სხვა საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ეს პრობლემა ყველასთვის ერთია. და რაც შეეხება თქვენ შეკითხვას, თუ როგორ განვითარდა ეს პროცესი და რა არის ამის გამოწვევი მიზეზები და ასე შემდეგ, ამაზე რომ ვიმსჯელოთ, რეალურად ყველაფერი არის ძალიან მარტივი. რა თქმა უნდა, საცობების გამოწვევი მიზეზი არის უამრავი, რაღაც ყველაფერი არის რაღაც დეტალებში, მაგრამ ყველაზე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნდამენტური პრობლემა ეს არის საგზაო ინფრასტრუქტურა. ჩვენ თვითონაც გადავავლებთ ამ ჩვენს წარსულს, განვითარების ისტორიას, თუ როგორ ვითარდებოდა საავტომობილო პარკი საქართველოში. დაახლოებით 2005 წლისთვის საქართველოში იყო რეგისტრირებული 400,000 ავტომობილი. მას შემდეგ ყოველწლიურად დაახლოებით 100,000 ავტომობილი საქართველოს ავტოპარკს ემატებოდა, მაგრამ შესაბამისად ამ შემთხვევაში თბილისში ვითარდებოდა საგზაო ინფრასტრუქტურა. ხელმისჩნდებოდა ახალი ხიდები, ახალი გვირაბები, ესტაკადები, შემოვლითი გზები, უმჯობესდებოდა გზის საფარი, საგზაო ინფრასტრუქტურა და ასე შემდეგ, მაგრამ ის ტემპიც არ იყო საკმარისი, ის განვითარების ტემპიც არ იყო საკმარისი, თუ შევადარებთ ავტომობილების ზრდის ტენდენციას, ანუ ყოველწლიურად 100,000 ავტომობილი ემატებოდა საქართველოს ავტოპარკს და საბოლოოდ 2012 წლისთვის უკვე იყო 900,000 ავტომობილი თბილისში საქართველოს მასშტაბით რეგისტრირებული, ამათგან 40-დან 50%-მდე თბილისში იყო ექსპლუატაციაში და უკვე შესამჩნევი იყო, თუმცა შევერაღებელი თვალით რთული იყო, რომ მომავალში თბილისს შეექმნებოდა ეგრეთ წოდებული საცობების პრობლემა. 2012 წლის შემდეგ სამწუხაროდ თბილისში საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარება შეწყდა ფაქტიურად 2013-ში, 2014 წელს არც ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი დამატებით არ განხორციელებულა, რაც განვითარდა მოძრაობას, ეს შეიძლება ყოფილიყო რაღაც გარკვეული ხიდი, გარკვეული გვირაბი, შემოვლითი გზა და ამ დროს ავტომობილების ზრდის ტენდენცია გაგრძელდა და ჩვენ დღეს უკვე ბოლო მონაცემებით და ისიც უკვე დაახლოებით 6 თვის მონაცემებია, საქართველოში არის რეგისტრირებული 1,50,000 ავტომობილი, რამაც გამოიწვია ბალანსის დარღვევა, ანუ ავტომობილების რაოდენობა გაიზარდა, მაგრამ საგზაო ინფრასტრუქტურა ვერ ვითარდებოდა და დაიწყო საცობების წარმოქმნა, განსაკუთრებით ისეთ ტერიტორიებზე, თბილისის ისეთ უბნებში, სადაც შენდებოდა ახალი კორპუსები, ახალი კომერციული ობიექტები, საცხოვრებელი ფართები, რაც ნიშნავს იმას, რომ ემატებოდა იმ ტერიტორიაზე ექსპლუატაციაში მოზრდილი ავტომობილების რაოდენობა, თუმცა საგზაო ინფრასტრუქტურა რჩებოდა იგივე და წარმოიქმნა შემცირდა გამტარუნარიანობის კოეფიციენტი არსებული გზების და დაიწყო საცობების წარმოქმნის, ესე ვთქვათ, პროცედურები, ეს განსაკუთრებით ეხება თბილისის ცენტრალურ უბნებს, სადაც გადატვირთული არის როგორც საცხოვრებელი ობიექტები კომერციული ფართებით და სხვადასხვა მნიშვნელოვანი სტრატეგიული შენობა-ნაგებობებით და შესაბამისად იქაც იმატულობს ავტომობილების ექსპლუატაციაში ყოფილი ავტომობილების რაოდენობა. თუ ჩვენ სურს რეალურად საცობების პრობლემის მოგვარება, მთავარი პრობლემა არის ინფრასტრუქტურა და სწორედ ამის მოქმედებით და ამის განვითარებით უნდა ვებრძოლოთ საცობებს. თუმცა რა თქმა უნდა, ეს არ არის მხოლოდ ერთ-ერთი ფუნდამენტური, რა თქმა უნდა, ფუნდამენტური პრობლემა, მაგრამ მხოლოდ ერთ-ერთი პრობლემა, არსებობს სხვა უამრავი პრობლემა, ეს არის უკვე მოძრაობის დარეგულირებაში, ეს არის საგზაო ნიშნები, ეს არის შუქნიშნები, ეს არის სადისტრიბუციო ავტომობილების ექსპლუატაცია, ეს არის სხვა კომერციული დანიშნულების
ავტომობილების ექსპლუატაცია და ასე შემდეგ. ძალიან დიდი როლი ენიჭება ამ შემთხვევაში საპატრულო პოლიციას, რომელიც რეალურად უნდა არეგულირებდეს გზებზე, ესე ვთქვათ, მოძრაობას, იმ შემთხვევაში თუ შეიქმნა კრიზისი, ამ შემთხვევაში წარმოიქმნა საცობი. სწორედ საპატრულო პოლიცია არის ის უწყება, რომელმაც უნდა განთვითოს იმ შემთხვევაში მოძრაობა. აქაც გვაქვს ძალიან რთული ვითარება, იმიტომ რომ რეალურად საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებმა, თანამშრომლებმა არ იციან, ანუ არ აქვს კვალიფიკაცია თუ როგორ უნდა განთვითონ მოძრაობა კრიზისის შემთხვევაში, როცა იქნება საცობი და ხშირ შემთხვევაში მათი ჩარევა უარყოფით შედეგს იძლევა ხოლმე, იმიტომ რომ არასწორად ხდება განთვითვა, არასწორად ხდება გზების, ასე ვთქვათ, გადაკეთვა, გარკვეული უბნების და ქუჩების, რაც ხშირ შემთხვევაში უკავშირის მატარებელია და კიდევ უფრო ამწოვებს სიტუაციას უკვე სხვა ტერიტორიებზე, მაგალითად შეგვიძლია ერთ ადგილზე რაღაც მოძრაობის გადაკეტვის, ანუ გზის შეკეტვის შედეგად მივიღოთ ის კვანძის განტვირთვა, მაგრამ რეალურად შეიძლება ამ პროცესმა გამოიწვიოს სხვა უბანში, სხვა წერტილში უკვე საცობის წარმოქმნა. შესაბამისად, ამას შეიძლება კომპლექსური მიდგომა და კომპლექსურად ამაზე უნდა მუშაობდეს პირველ რიგში თბილისის მერია და ზოგადად საქართველოს მთლიანად მთავრობა, იმიტომ რომ შეიძლება მხოლოდ თბილისის მერია მოაგვაროს ის უამრავი პრობლემა, რაც ეხება საპატრულო პოლიციას და სხვადასხვა უწყებებს, რომელიც არის პასუხისმგებელი ამ ყველაფერზე და რეალურად უნდა განხორციელდეს პირველ რიგში ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც სასწრაფოდ მნიშვნელოვანია თბილისის საგზაო მოძრაობისთვის. ერთ-ერთი შემიძლია და რამოდენიმე დაგისახელოთ, ეს არის თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტი, რომელიც უნდა დასრულებულიყო 2013 წელს, მაგრამ გარკვეული თუ გაურკვეველი მიზეზების გამო ეს პროცესი გადაიდო და დღემდე არ არის დაკონსერვებული, ეგრეთ წოდებული დაკონსერვაცია მოხდა ამ პროექტის და არ ხორციელდება, რაც მნიშვნელოვნად განვითარდა და განსაკუთრებით მარცხენა სანაპიროს თბილისის, ასევე მარჯვენა სანაპიროზე თბილისის განსაკუთრებით ისეთი უბნები, როგორც არის სააკაძის მოედანი, სააკაძის მოედანზე მოძრაობის ორდონეზე მოწყობა, გვირაბების და ესაკადების მეშვეობით, ეს ეხება უნივერსიტეტის ქუჩის და თამარაშვილის ქუჩის შუქნიშანს, გზაჯვარედის იქაც მოძრაობის ორდონეზე მოწყობას და სხვა 26 მაისის მოედანი და სხვა უამრავი, ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კიდე მინდა არ გამოჩნდეს, ეს არის მარშალ-გელოვანის გამზირის და სამტრედიის ქუჩის დამაკავშირებელი ხიდი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტია და საცობების წარმოქმნის კერა და ის უამრავი სხვა პროექტები, რომლებიც რეალურად განტვირთავდა მოძრაობას და შესაბამისად ჩვენ ამ პროექტებში შეგვიძლია რომ მოძრაობა განტვირთოთ, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაშიც უნდა ვიცოდეთ თბილისის განვითარების ხედვა როგორი იქნება, შეუძლებელია დღეს რა ტენდენციითაც ვითარდება ქალაქი, ესე გაგრძელდეს, იმიტომ რომ ძირითადად ყველა კომერციული დაწესებულება, ეს იქნება საცხოვრებელი ობიექტები თუ სხვა კომერციული დანიშნულების ობიექტები, ისწრაფიან ცენტრის, თბილისის ცენტრისკენ, რაც საბოლოოდ ყველა შემთხვევაში მიყვანს ჩიხში და რეალურად შეიძლება ცხოვრებას და საქმიანობას ცენტრალურ უბნებში იყოს შეუძლებელი, როგორც არის საბურთალოს რაიონი, ოვაკის რაიონი, იმიტომ რომ მაქსიმალურად დღეს ყველაზე დიდი პრობლემა და ვთქვათ ეგრეთ წოდებული საცობების კერა ეს უბნები არის. სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ უამრავი ავტომობილია დღეს განმავლობაში ექსპლუატაციაში, სწორედ იმიტომ, რომ იქ არის უამრავი საცხოვრებელი ობიექტი ახალი დამატებული და სხვადასხვა კომერციული ობიექტები. და თქვენ თუ ვფლობთ იმის ინფორმაციას, რომ თქვა არსებობს თუ არა ის პროექტები, რომ გაგრძელდეს, თქვენ თქვით, რომ შეჩერებულია ეს რკინიგზის შემოვლითი გზების მშენებლობა, ეს პროექტი და ასე შემდეგ. თუ იცით, რომ შეიძლება თუ არა გაგრძელდეს ეს პროექტი, რაღაცა გაკეთდეს, თქვა. რა თქმა უნდა, შესაძლებელი არის პროექტების განხორციელება, ეს არის დამოკიდებული ხელისუფლების და იგეგმება თუ არა? იგეგმება რაღაც პროექტების განხორციელება, ეს აისახა თბილისის 2016 წლის ბიუჯეტში, რაღაც გარკვეული პროექტები არის შადებული, თუმცა ჩვენ ვეწინააღმდეგებით რაღაც კუთხით და ვცდილობთ რეკომენდაციებით მიმართეთ თბილისის მერიას რომ შეიტანოს ცვლილებები, ეს ეხება ანუ რამოდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი არის ისეთი ჩადებული, რომელიც საერთოდ არ არის იმ მიზნებიდან და იმ პრობლემებიდან გამომდინარე ასახული, რომელიც რეალურად აქვს თბილისს და ეს არის საცობების მოგვარების პრობლემა. და რეალურად შემცირებული არის ბიუჯეტი დაახლოებით 115 მილიონი იყო გასულ წელს საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გამოყოფილი თბილისის 2015 წლის ბიუჯეტში და დღეს
2016 წლის ბიუჯეტში ეს არის 10.400.000 შემცირებული და თვალნათლივ შეგვიძლია შევაფასოთ გასულ წელს განხორციელებული პროექტები 115 მილიონი ლარით და რა პროექტები შეიძლება მივიღოთ და რა პროექტები შეიძლება განხორციელდეს უკვე შემცირებული ბიუჯეტის შედეგად. ჩვენ აქტიურად მუშაობთ ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაცია სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ამ პრობლემებზე. ჩვენ შევქმნით ალტერნატიული თბილისის მერიისგან ასე დამოუკიდებელი კომისია საცობების პრევენციის მიზნით და შევმუშავეთ სტრატეგია Smart City, რომელიც არის 40 გვერდიანი დოკუმენტი და იქ არის რეკომენდაციები ძირითადად ყველა მიმართულებით თუ რა უნდა გააკეთოს თბილისის მერიამ იმისთვის რომ თბილისი გამტვირთოთ საცობებისგან და თბილისში მოძრაობა იყოს ჯანსაღი და იქ ჩვენ დეტალურად ქონდა გაწერილი ყველა ის მიმართულება როგორც ინფრასტრუქტურული პროექტების ასევე საპატრონო პოლიციის და სხვა რაც ეხება საცობების წარმოქმნის პრობლემებს და მიზეზებს, თუმცა თბილისის მერიის მხრიდან რეალურად ეს თქვა გამოხმაურება ამას არ მოყოლია და ის რეკომენდაციები რომელიც ჩვენ გავეცით ესე თქვა დარჩა მხოლოდ რეკომენდაციები და დარჩა მხოლოდ იმ დოკუმენტად რომელიც ჩვენ შევიმუშავეთ. ჩვენი ორგანიზაცია იყო პირველი რომელმაც 2014 წლის სექტემბერში ჯერ კიდევ მიმართა თბილისის მერიას და დაანონსა რომ მოსალოდნელი იყო თბილისში ამ პრობლემის წარმოქმნა, საცობების წარმოქმნა და ზოგადად მოძრაობის პარალიზება, რაც რამოდენიმე თვეში დადასტურდა კიდეც და იყო პირველი ფაქტები, როცა პარალიზება მოხდა თბილისის გარკვეული ქუჩების და უბნების და რეალურად ყველაზე ცუდი რაც არის და ყველაზე ცუდი შედეგის მომცემი გარდა იმისა, რომ ეს ადამიანებს უქმნის პრობლემას გადაადგილებაში, კომუნიკაციაში, მათ ეფექტურ საქმიანობაში და სხვადასხვა ესე ვთქვათ ჯანსაღ პროცესებში, რაც აისახება შესაბამისად ქალაქის ეკონომიკურ განვითარებას და ზოგადად ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე, ყველაზე დიდი პრობლემა მაინც ექნება სასწრაფო სამედიცინო ავტომობილების ექსპლუატაციას, სახანძრო ავტომობილების, სამაშველო ავტომობილების ექსპლუატაციას. ისინი ვერ ახდენენ დანიშნული დროის დადგილას, განსაკუთრებით ყველაზე დიდი პრობლემის მქონე არის სასწრაფო სამედიცინო დახმარება, ის ავტომობილები და განსაკუთრებით ისეთი პაციენტები, რომლებიც გამოიძახეს სასწრაფო და ამ შემთხვევაში მათი გადაადგილება არის შეუძლებელი, იმიტომ აქვს შესაბამისი დაავადებები, რომელთაც აუცილებელი ადგილზე მივიდეს შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობის მქონე ავტომობილი და რეალურად ისინი არიან ყოველდღიურად რისკის ქვეშ თუ დაგვიანების შემთხვევაში შეიძლება მათი სიცოცხლე აღმოჩნდეს რისკის ქვეშ და ყველაზე მთავარი პრობლემა ფუნდამენტური რაც არის და რაც ცუდი შედეგი აქვს საცობებს და ასე ვთქვათ ინტენსიურ მოძრაობას ქალაქში არის სწორედ ეს. და თქვენ ამ პრობლემიდან გამოსავალს თუ არსებობს თქვენი გამოსავალი და რაში ხედავთ გამოსავალს მაგალითად? როგორც უკვე აღნიშნე, მთავარი გამოსავალი არის ის, რომ დაიწყოს ინფრასტრუქტურული პრიორიტეტი, თბილისის პრიორიტეტი იყოს ინფრასტრუქტურული პროექტები და ის ტერიტორიები, რომლებიც დღეს არის საცობების წარმოქმნის კერა, ძირითადად ცენტრალური უბნები, განხორციელდეს ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც განკვეთავს მოძრაობას და აღმოფხრის იმ კერებს, რომელიც წარმოქმნის დღეს საცობებს და რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ ეს მიმართულება არ უნდა იყოს კონტექსტურად უნდა განიხილებოდეს და ყველა ის პრევენციული ღონისძიება უნდა გატარდეს, რომელიც ხელს შეუწყოს მოძრაობის განტვირთვას. ეს იქნება შუქნიშნების მოწესრიგება და მათი გამართვა საგზაო ნიშნების მოწესრიგება, ეს იქნება ქვეითებისთვის მიწისქვეშა და მიწისზედა გადასასვლელები და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, სადისტრიბუციო ავტომობილების ექსპლუატაცია, პარკირების სისტემა და სხვა უამრავი დეტალი, რომელიც ჯაჭვურად არის ერთმანეთთან გადაბმული და საბოლოოდ ერთობლივ პრობლემას ქმნის, რასაც ქვია საცობი. დიახ. დამატებით ეს გადადების მშენებლობა მაგალითად გზების, ხიდების და ასე შემდეგ გამართვათ, ხო? კარგი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მომწანებისათვის. კარგად ზანდებოდეთ ნახვამდის.